ბედნიერი მოთამაშე და ბედნიერი ნარკომანი არ არსებობს. ყველა არის გაუბედურებული და მე ხარ როგორც ხდელს მინახია რა დღეში ვარდებიან. მათი ფსიქიკა, მათი შინაგანი სამყარო, მათი ჯანმრთელობა, არ ვიცი რა, ეს არის კოშმარი. ეს სამყარო ისედაც არ არის 64, მაგრამ კიდე დამატებით კოშმარი. ყველამ როცა დაიწყო, ან მოთამაშეები, ხო, ყველა მიცის, კაცო, ოჯახებია განადგურებული საერთოდ. სათამაშო სახლებში რო ჩახვალე, პოკერის კლუბებია თუ სამორინეები, სახეებზე დააკვირდით ამ ადამიანებს, როგორ რა დღეში არიან, შეშლილი სახეები. ყველა არის მოგებული ფინანსური თვალსაზრისით, მხოლოდ მე პატრონია. მაგრამ ეს ფული, რომელთაც ის მოგებული და სახში მიაქვს თავის ბავშვებს, სისხლიან ფულს აჭმევს. დანარჩენი ყველა წაგებულია, მოგებული ადამიანი არ არსებობს. ხო იციან, მაინც იწყებენ ამას. მე კითხვა მიჩნდება, რატო აკეთებს ადამიანი იმას, რომ თავის რეალიზებას, თავის თავისუფლებას და თავის ყველაფერს ესეთი სისულელით უკეთებს, ცდილობს რეალიზდეს.